ბელგიის ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ბერი გაბრიელის სახელობის ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი ჩვენ დაუბრუნდებით 10 წლისაა. ღონისძიებას ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა ნიდერლანდებსა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ. ანტვერპენში მოქმედი ლიტერატურული თეატრის და სკოლის ეროვნულ მნიშვნელობაზე ნიდერლანდების და ბელგიის სამეფოების ელჩებმა, ნატო შტაბ-ბინის წარმომადგენლებმა და ბელგიის და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეუსმა ისაუბრეს. სკოლისა და თეატრის დამფუძნებელმა კი გასული 10 წლის ნაღვაწი წიგნის სახით მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა. მაყურებელმა კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი სპექტაკლი ოთარანთქვრივი იხილა, რომლის ინსცენირება მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის. შედგა დღეს ჩვენი არაჩვეულებრივი საღამო, ჩვენი სკოლის და თეატრის 10 წლის თავი, ასევე წიგნის პრეზენტაცია, რომელიც გამოვეცი ამ საიუბილეო დღისთვის. წიგნს ასე ქვია სამშობლო შეზღუდულში, ეს პატრიარქის სიტყვებია, რომელიც წლების წინ მითხრა და სწორედ ამან მომცა მოტივაცია ამ ცხო მიწაზე მეკეთებინა ქართული საქმე. 10 წლის განმავლობაში სკოლამ, ქალბატონო მანანამ, პედაგოგებმა არაერთი გამოწვევა გამოიარეს, თუმცა არაერთი წარმატებაც ხვდა წილა, მინდა მიულოც მათ დღევანდელი დღე. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ უცხო მიწაზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებსა და საქართველოში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს შორის შევქმნათ და გავაძლიეროთ ის სულიერი იდენტობა, რამაც დღემდე მოგვიყვანა. არ დავივიწყოთ ქართული, ჩვენ დავბრუნდებით.